განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გეგმავს, რომ განათლების ხარისხის განვითარების უმაღლესი უზრუნველყოფის ევროპული რეესტრის გადაწყვეტილება გაასაჩივროს. აღნიშნულის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ცენტრს რეკომენდაციების დიდი ნაწილი უკვე გამოსწორებული აქვს და თუ სააპელაციო კომიტეტი არ გაითვალისწინებს ცენტრის არგუმენტებს, იქ არისგან დამატებით შეფასებას მოითხოვენ. საკითხს დღეს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ, სადაც ითქვა, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული რეესტრის გადაწყვეტილება არანაირ გავლენას არ მოახდენს არც დიპლომების და არც კვალიფიკაციების აღიარების საკითხზე. მინდა დავამშვიდო საზოგადოება, სტუდენტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას არანაირად არ უკავშირდება საქართველოში გაცემული დიპლომების, კვალიფიკაციების აღიარების საკითხი. 11 სტანდარტთან მიმართებით ENQA-ს ექსპერტთა დასკვნის მიხედვით ცენტრი შეფასდა როგორც სრულად შესაბამისობაშია მოთხოვნებთან, 2 სტანდარტთან მიმართებით ეს ეხება ცენტრის დამოუკიდებლობას, მეორე ეხება ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოების საქმიანობას, საერთაშორისო პარტნიორებმა შეგვაფასეს როგორც ნაწილობრივ შესაბამისი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეგ არის არანაირი გავლენა არ აქვს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, დიპლომების აღიარების და კვალიფიკაციების აღიარების საკითხთან, როგორც 2019 წლამდე იყო საქართველოში გაცემული დიპლომები აღიარებული საერთაშორისო დონეზე, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში, ისევ იმგვარად იქნება აღიარებული კვლავ ჩვენი დიპლომები. ასევე გავრცელდა ინფორმაცია სოციალური მედიის საშუალებით, რომ ეგ არის გადაწყვეტილება თურმე რაიმენაირად უკავშირდება საერთაშორისო ერთობლივი გაცვლითი პროგრამების გაუქმებას, ბოლონიის პროცესში საქართველოს წევრობის შეჩერებას, ასევე კერძო უნივერსიტეტების გაუქმებას, საერთაშორისო გრანტების შეჩერებას. ესეც არ არის სწორი ინფორმაცია არანაირად. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არანაირი გავლენა ამ რეგისტრაციის დროებით შეჩერებას არ ექნება არც დიპლომების აღიარებაზე, არც დამატებითი გრანტების მოპოვებაზე უნივერსიტეტებისა და სტუდენტების თუ პროფესორ-მასწავლებლების მიერ, არც გაცვლით პროგრამებზე. ეს პროცესები წარიმართება ისევე, როგორც აქამდე იყო და ამ დროებით შეჩერებას არანაირი გავლენა არ ექნება. მინდა გითხრათ, რომ ძირითადი რეკომენდაციები შესრულებულია. სამწუხაროა, რომ მათ დასკვნა დააფუძნეს 23 წლის მდგომარეობას და არა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც როგორც პარლამენტის მიერ, ასევე სამინისტროს მიერ გადაიდგა 24 წლის განმავლობაში. ამიტომ ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ამ გასაჩივრების საფუძველზე წარდგენილი იქნება ყველა დეტალური ცვლილება, რომელიც როგორც საკანონმდებლო, ასევე სამინისტროს დონეზე და პრაქტიკულ დონეზე იქნა განხორციელებული. ამიტომ რიგი კონკრეტული პირებისა ცდილობენ დეზინფორმაციის გავრცელებას და ცდილობენ გარკვეულად ამ სიტუაციით მანიპულირებას, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია. განათლების ხარისხის ცენტრსა და ECAR-თან დამოკიდებულებაზე ძალიან არასწორად წარიმართა, რა თქმა უნდა, მავნებლურად და სპეციალურად არასწორად წარიმართა ინფორმაციული ბრძოლა, რომ მოუყვეთ ქრონოლოგიურად, აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჯაროვდა 6 დეკემბერს. გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ განათლების ხარისხის ცენტრს დროებით უჩერდება წევრობა იმისთვის, რომ შეასრულოს რეკომენდაციები, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ შეიმუშავა. მათ შორის მნიშვნელოვანი არის, რომ 13 რეკომენდაციიდან და 13 შესამოწმებელი კრიტერიუმიდან 11-ში ცენტრს დადებითი შეფასება აქვს მიღებული. რაც თავარია, აღნიშნულ საკითხს არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებასთან და იმ აპოკალიფტურ მოცემულობასთან, რომლის დასახვასაც ცდილობდნენ, რადგან მაგალითისთვის რომ გითხრათ, ამ ორგანიზაციის ECAR-ის წევრი ჩვენი განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი 2019 წლიდან არის, მხოლოდ სულ რაღაც 2019 წლიდან, შესაბამისად ალბათ მარტივი მისახვედრი და დასაფიქრებელი იქნება, რომ 2019 წლამდეც ჩვეულებრივად მიმდინარეობდა საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება, ამიტომ ერთს მეორესთან ნამდვილად კავშირი არ აქვს, თუმცა რაც გვინდა რომ ობიექტურად დაინტერესებულ საზოგადოებას უთხრათ, რა თქმა უნდა, ცენტრი მუშაობს და სამინისტრო მუშაობს იმ რეკომენდაციების გათვალისწინებას და მათ შორის გამოსწორებაზე, რაც ECAR-ის მხრიდან იყო გაცემული და რა თქმა უნდა ეს პროცესები სამუშაო რეჟიმში გადავა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარის გამო დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. საქართველოს სოლიდარობას უცხადებს გერმანიას, ნათქვამია